გასულ ხუთშაბათს გახდა ცნობილი უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტირების შესახებ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტები რეფორმების კონცეფციით განსაზღვრული ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის საფუძველზე უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით გადაწყდა და როგორც გვითხრეს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნა. ვის რა მიმართულება ერგო ამის ჩამოთვლისთვის დროს არ დავხარჯავთ, მაყურებელმა უკვე იცის და იცის ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებით მოქმედი 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეტნაკლებად ყველა გვაყოფილი დარჩა, გასულ კვირას აჯანყებული ტექნიკური უნივერსიტეტიც კი. ორი უნივერსიტეტის გარდა. ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც დაახლოებით 90% პროგრამების აღარ ექნება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელზეც თავდაპირველად ითქვა, რომ ცალკე განიხილებოდა მისი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი მასზე არ გავრცელდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. და 2026-27 სასწავლო წელს სოხუმის უნივერსიტეტი სამჯერ ნაკლებ სტუდენტს მიიღებს. როგორც გაირკვა, სოხუმის უნივერსიტეტის ბედი ამჟამინდელმა მისამართმა განსაზღვრა. 2 დღის წინ სოხუმის უნივერსიტეტში მისულმა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ სოხუმის უნივერსიტეტელებს უთხრა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე სოხუმის უნივერსიტეტს დაემატება ყველა ის ფაკულტეტი, რომელიც დღეისთვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ელგუჯა ქავთარაძე და კახა კვაშილავა გვიზიარებენ თავიანთ შეფასებებს და პოზიციას მიმდინარე ამბებზე და მოусმინოთ მათ, შემდეგ კი ილიაუნის წარმომადგენელი ჩაგვერთვება. სისტემაში ეგრეთ წოდებული რეფორმა ჩაატარეს. ეს მავნებლობა, სად მოხდა ეს უსკევა ძალიან? იყო ministris მოადგილე ბატონი გაბისონია. შეხვედრა ჰქონდა პროფესორთან, ძალიან მძიმე საუბარი ჰქონდა. არ დავთმობთ, ესე უხეშად, ძიმედ, ეს უნდა გაკეთდეს. არ ითვალისწინებენ არამხელს რა პრობლემები აქვს უნივერსიტეტს, რაზე არის უნივერსიტეტი აგებული, რა ტრადიციას მატარებელია სოხუმის უნივერსიტეტი. არა, ეს უნდა იყოს. არ შეიძლება ესე, როგორ შეიძლება ერთში დაჭრა, მოჭრა ყველაფერი და განათლების სისტემაში ეგრეთ წოდებული რეფორმა ჩაატარეს. ეს მავნებლობა, სად მოხდა ეს ბაზურისკევა, ძალიან საინტერესოა. ვინ ჩაატარა ეს ბაზურისკევა? კვლევა, ვინმე უნივერსიტეტების პროფესორა იყო ჩართული, ვინმე ექსპერტები იყო ჩართული. ჩვენ მაგალითად არაფერი არ გაგვიგია. არც შეუკითხია და არც არაფერი. ღებულობენ დადგენილებას მეგობრებო და მერე იწყებენ რაღაცების გარკვევას. ყველაზე დიდი ზარალი ჩვენს უნივერსიტეტს და ილიას უნივერსიტეტს. ეს უნივერსიტეტი არის გადასული. საერთაშორისო პროგრამები უკვე თითქმის წარსული. მაგალითად გზას უკეთავ. სოხუმის უნივერსიტეტს არა მარტო საგანმანათლებლო მისი აკისრია. ძალიან კარგად იცით, ეს არის პოლიტიკური დანიშნულების უნივერსიტეტი. ვერ მოაშორება მას პოლიტიკურ მხარეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იძულებით ვართ გადმოსული თბილისში და არა ჩვენინებით. გუშინ წინ კიდევ ministris განცხადება იყო, როდესაც აფხაზეთი დაბრუნდება, მაშინ დაგიბრუნებთ ყველა სპეციალობებს, ყველა ფაკულტეტს. წარმოგიდგენიათ, ცინიზმი, ამხელა ცინიზმია. როგორც აფხაზეთის მთავრობა ჩვენს გვერდით არ არის, ისე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციას მოსწონს ეს რეფორმა, რამდენადაც განაცხადეს და ისინი თანამშრომლობენ ჩვენთან კი არა სხვასთან. ფაკულტეტი შეგროვდა ორეთის ისევ რომ კიდევ ერთხელ განხილული იყო თუ რა უბედურება მოაქვს ამ რეფორმას და კიდევ ერთხელ გვეთქვა რექტორისთვის, ალბათონი რექტორისთვის, რომ არ შეიძლება მის გაკეთება და დაუდგეს უნივერსიტეტს. არ მიიღო რექტორმა პროფესორა. რატო არ მიიღო, იცით? მე მივლინებაში ვარ. არ დაიქიჩდა კაბინეტში. ესეთ მდგომარეობაში. ალბათონი რექტორი აზრი არ არის რა ხდება სოხუმის უნივერსიტეტში. ის არ ცხოვრობს და არც ესმის რა არის სოხუმის უნივერსიტეტი, რა არის აფხაზეთი და ასე შემდეგ. მე კარგი შურით მშურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა როგორ დაუდგა თავის უნივერსიტეტს. აი, ყველაფერი შეინარჩუნეს, გილოცავთ ამას, ძალიან დიდი წარმატება არის. იგივე უნდა მოხდარიყო სოხუმის უნივერსიტეტთან მიმართებაში. თუ კი ჩვენ გვიპაუზდება რაღაც მიმართულება, დაპაუზდეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც და როგორც ვიცი, ბიუჯეტი 14 სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარი აქვს. ჩვენ გსურს დაგვირჩეს მულტიპროფილური სტატუსი ისევე როგორც
ეს შეეხო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის აჭარის ავტონომიის ერთადერთი ინტელექტუალური ცენტრი, ერთადერთი ასე მულტიპროფილური, შესაბამისად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც არის აფხაზეთის ავტონომიის, თუკი ჩვენ დღემდე ვთვლით, რომ აფხაზეთის ავტონომია არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ის დროებით არის ოკუპირებული და შესაბამისად უნივერსიტეტიც, რომელიც იყო პირველი დევნილი უნივერსიტეტი მსოფლიოში, იძულებულია დღეს მისამართი კონდეს არა ჭამბას ქუჩა, არამედ პოლიტკოვსკაიას ქუჩა ქალაქ თბილისში. თუ ეს ასე არის, მაშინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც იგივე მიდგომა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართაც იგივე მიდგომა უნდა განხორციელდეს, რაც ბესეუს მიმართ. 20 ადგილი გამოგვიყვეს აფხაზურ ფილოლოგიაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქონდა გამოცხადებული 5 ადგილი. აი 5 ადგილის შევსება ყოველთვის ჭირდა. ბატონო მინისტრის მოადგილემ გითხრა თუ აღარ გინდა წავიღებთო სხვა უნივერსიტეტში. ამაზე არაა საუბარი, უბრალოდ მოთხოვნა არ არის. ამაზე და რომელ ბაზრის კვლევაში დაინახეს აუცილებლობა, რომ 20 ადგილი გვჭირდება. აი ეს ახლა რას გამოიწვევს? ჩვენ თუ უნივერსიტეტის ბიუჯეტს ავაგებთ 20 სტუდენტზე, რომელიც თეორიულად უნდა მოვიდეს აი ამ სპეციალობის ასათვისებლად, შესაბამისად ჩვენ ბიუჯეტში უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვექნება თანხა 20 გამრავლებული 2250 ლარზე. მაგრამ საბოლოო ჯამში რომ მოვა თუნდაც 1, 2, 3 ბავშვი, აბიტურიენტი, სახელმწიფო გამოგვიყოფს შესაბამის ოდენობას თანხისას. დანარჩენი თანხა აღარ გამოიყოფა. ანუ შესაბამისად ბიუჯეტს, უნივერსიტეტის ბიუჯეტი აღმოჩნდება გარკვეულწილად პრობლემასთან, რადგან მას ჰქონდა გათვლილი რაღაც სრულ თანხაზე და რეალურად ის მიიღებს ამ თანხის ნახევარსაც კი არა, მესამედ ნაწილს. და მარტივი გასაანალიზებელია, რას მოუტანს ეკონომიკური თვალსაზრისით ეს სამომავლოდ, ანუ ფაქტობრივად წავა პროცესი გაკოტრებისაკენ და შესაბამისად ავტომატურად დახურვისაკენ. თქვენ ისმენთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების ინტერვიუებს, ვიცავთ ილიაუნის აქცია ამ ლოზუნგით და ღია ლექციების ერთგვარი სერია ილიაუნისთან ტარდება ყოველ დღე. ილიაუნელები მიღებულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ფაკულტეტების საბჭოების, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების მონაწილეობით შემუშავდა განცხადება, რითაც ილიაუნისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუქმებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ. ილიაუნის სრული პროფესორი შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით ბელა წიფურია გვერდდება და მისგან გავიგებთ შეხვდა თუ არა ვინმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. საღამშვიდობის, მადლობა ჩართვისთვის. საღამშვიდობისა. ქალბატონ ბელა, ბოლო კითხვით დავიწყებთ. თქვენ ითხოვთ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებებთან, გქონდა თუ არა შესაძლებლობა, რომ გესაუბრათ მათთან კიდევ ერთხელ და გაგეცნოთ თქვენი პრეტენზიების შესახებ, ანუ რაც მიუღებელი არის ამ გადაწყვეტილების შემდეგ თქვენთვის, თქვენი უნივერსიტეტისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბოლო ხანს შეხვედრა ამ მოთხოვნის მერე ჯერ არ შემდგარა, თუმცა რა თქმა უნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თუ პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაცია ყველა ძალიან ღიად და ცხადად ცდილობს თავისი სათქმელის მოწოდებას როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცხადია გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რომელთაც დღეს აქვთ ეს უფლებამოსილება საქართველოში. კი ბატონო, თქვენი პროტესტის ძირითადი შინაარსიც რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს თქვენგან გაჟღერდა რომ ეს გადაწყვეტილება იყო არაკონსტიტუციური. პირველ რიგში მაინტერესებს თუ მიეცემა აი ამ ყველაფერს რაღაც სამართლებრივი მსვლელობა, რადგან ჩაითვალა რომ არაკონსტიტუციურია ეს და მთავარი ფაქტორი რაც იყო მიუღებელი ამ გადაწყვეტილებაში რა იყო კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, ანუ რატომ ჩათვალეთ რომ არ არის სამართლიანი ეს გადაწყვეტილება?
რაც შეეხება არაკონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს აკადემიური თავისუფლების იდეას საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ცხადია, უნივერსიტეტი არის გამოხატულება დასავლური ღირებულებების გატარების ქვეყანაში და შესაბამისად ის ხელისუფლება დღევანდელი, რომელიც სამწუხაროდ ნაცვლად დასავლური ორიენტაციისა საქართველოს რაღაც გაურკვეველი ორიენტაციით მიუძღვება, არ შეიძლება გახდეს ამ ღირებულებების დამცველი და არ შეიძლება იყოს იმ ღირებულებების ფლაგმანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იცავდეს ქვეყნის ევროპულ განვითარებას. საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემა მთლიანად ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო დაახლოებული და ჰარმონიზებული ბოლონიის პროცესის სივრცესთან. დაახლოება და ჰარმონიზება, ეს არის ბოლონიის პროცესის ტერმინები, რომლებიც გულისხმობს იმას, რომ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების მოწყობა, მათი სასწავლო შინაარსი, მათი ადმინისტრაციის პრინციპები, მათი კურიკულუმი უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი და უნდა იყოს იმგვარად გააზრებული, როგორც ეს ამ ქვეყნების კონსენსუსის შედეგად არის მიღწეული. შესაბამისად, საქართველო ახლა ერთბაშად რამდენიმე საკანონმდებლო სისტემით გამოეთიშა ბოლონიის პროცესის ამ სივრცეს და ჩვენ დავინახეთ, რომ შესაბამისი რეაგირება უკვე ევროკომისიისგანაც იყო წამოსული და ევროკომისიის პრესპიკერმაც გამოაცხადა, რომ ბოლო დროის ცვლილებები არ შეესაბამება იმ სამყაროს და იმ ღირებულებებს, რომლისკენაც საქართველო ისწრაფოდა. გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ბოლონიის პროცესს და ასევე ევროინტეგრაციის იდეას. კი ბატონო, მანამდე ვნახეთ ევროპული უნივერსიტეტების რექტორთა განცხადებები, რომელიც თითქმის ამავე შინაარსის იყო. უნდა გკითხოთ კიდევ ერთხელ უფრო დავაკონკრეტოთ, თქვენთვის კონკრეტულად რა იყო მიუღებელი, თქო, მაგათაც ის, რომ ძველ ნიშაზე დაბრუნება გადაწყდა და თქვენ დაგიტოვეს ის მიმართულება, რომელიც ოდესღაც 20 წლის წინ ალბათ ქონდათ, რამდენად სამართლიანი იყო და სინამდვილე რეალურად თქვენი თვალთახედვით რა უნდა ყოფილიყო მთავარი განსაზღვრელი, როცა უნივერსიტეტების პროფილური მიმართულებების შესახებ მიიღებოდა გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ მოვისმინეთ მანამდე თქვენამდე სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიციაც და მათთვისაც არის მიუღებელი, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული მიმართულება დაემატა და მათ ეს გამოცდილება მანამდე საერთოდ არ ქონიათ და საუბრობდნენ სხვა პრობლემებზე, ხო? თქვენ შემთხვევაში რამდენად სამართლიანი და სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც თქვენ ეს კონკრეტული მიმართულება დაგჭირდა და როგორი იქნებოდა სწორი, მით უფრო როცა ხარისხის განვითარებაზე და რეიტინგებში წინსვლაზე არის საუბარი. თქვენი აზრი გითხარით. დიახ, მინდა გითხრათ, რომ თავად ეს ჩარევა და თავად ეს იდეა ხელისუფლების მხრიდან, რომ პროფილური მიმართულებები მასგან ესაზღვრა, არის აბსურდი და არის ალოგიკური. იმიტომ რომ ამისათვის მთელს ევროპის სივრცეში, რომლის ნაწილიც იყო საქართველო და დღემდე და იმედია, რომ კვლავ ასე გაგრძელდება, ამისათვის არსებობს აკრედიტაციის და ავტორიზაციის სამსახური. ამისთვის არსებობს იგივე საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელშიც უფლებამოსილება თუ რა პროგრამები უნდა ხორციელდებოდეს ამა თუ იმ უნივერსიტეტებში და რა სახით უნდა ფუნქციონირებდეს ესა თუ ის უნივერსიტეტი, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არის დელეგირებული დარგის ექსპერტებზე. ანუ კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პროცესის მართვას, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან დარგის ექსპერტები თუ საუნივერსიტეტო საქმის ექსპერტები და ეს შეიძლება იყოს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოწვეული ექსპერტები, ისინი მსჯელობენ უნივერსიტეტის ვალიდურობის შესახებ. ისინი მოდიან უნივერსიტეტში ვიზიტებით, ისინი ათვალიერებენ უნივერსიტეტის ბაზას, თუ კვლევით პოტენციალს სწავლობენ და მერე უკვე დეტალურად დაწვრილებით უშუალოდ საგნობრივი ექსპერტები შეისწავლიან ამა თუ იმ კურიკულუმის და ამა თუ იმ პროგრამის შინაარსს და
ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, უნდა მოქმედებდეს თუ არა ეს უნივერსიტეტი, როგორც დაწესებულება, ანუ ანიჭებენ უნივერსიტეტს ავტორიზაციას და უნდა მოქმედებდეს თუ არა ამ უნივერსიტეტის ფარგლებში, ესა თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, ანუ პროგრამას ანიჭებენ უკვე აკრედიტაციას. კი ბატონო, ქალბატონო ბელა, მოქმედ 19 უნივერსიტეტში ყველა პროგრამა არის აკრედიტებული, ზუსტად იმ სისტემით, რა სისტემაზე თქვენ საუბრობთ, თუმცა ეხლა როცა პოსტფაქტუმ ჩვენ ესეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ასე გადაწყდა უნივერსიტეტების ბედი, თქვენ როგორ ხედავთ უნივერსიტეტის პერსპექტივას? მოდით შევაჯამოთ და მოკლედ გითხარით ჩვენ სხვა უნივერსიტეტებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანს მით უმეტეს საქმეში ჩაუხედავს სრულად და ექსპერტიზის არ მქონეს, მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების თუ მათი ფუნქციონირების თაობაზე, ეს იყო აბსურდი. ასევე აბსურდული იყო ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის ცნება, ისევე როგორც აბსურდული ეს არგუმენტი, რომ უნდა მიუბრუნდეთ ტრადიციას, რომელიც არსებობდა საქართველოში 90-იან წლებამდე. სინამდვილეში საბჭოურ ტრადიციას უნდა მიუბრუნდეთ. მე ძალიან მაინტერესებს, მინდა ვკითხო ამ მაღალჩინოსებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ისურვებდნენ თუ არა ისინი 80-იანი წლების სამედიცინო მომსახურების მიღებას. ისურვებდნენ თუ არა მაგალითად სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას, სტომატოლოგიურ კაბინეტში მოხვედრას, როგორიც არსებობდა 90-იანი წლების დაწყებამდე, საბჭოური კაბინეტი და ექიმი. შესაბამისად, ანუ ეს ლოგიკა, რომ რაღაც საბჭოურ სინამდვილესთან დავბრუნდეთ, სრულიად საფუძველ გამოცლილია. ისევე როგორც საფუძველ გამოცლილია ილიას უნივერსიტეტის, ამ შემთხვევაში ილიას უნივერსიტეტზეც უკვე ვსაუბრობ, პროგრამების 90%-ზე მეტის გაუქმება და იმ გაურკვეველი არგუმენტით პედაგოგიკის, მით უმეტეს რომ ასეთი მიმართულება და ასეთი დარგი დღეს საქართველოში ამ ტერმინით აღარ იხსენიება და არსებობს განათლების მეცნიერებები, განათლების ადმინისტრირება და ასე შემდეგ, ანუ პედაგოგიკის ტრადიციასთან დაბრუნება. მინდა გითხრათ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა საქართველოში 2006 წელს, ზუსტად 20 წლის წინ. მისი ტრადიცია არ არის ის, რაც მანამდე სხვა იმ უნივერსიტეტებში არსებობდა, რომელთა გაერთიანებითაც შესაძლოა ეს უნივერსიტეტი დაფუძნდა. შესაბამისად, აი ეს ტრადიციაც არ არის არგუმენტირებული და თუ კი ჩვენი პრემიერ-მინისტრი ასეთი დაბეჯითებით ითხოვდა არგუმენტებს, მინდა ვუთხრა, რომ ეს არგუმენტი თავად განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში შემუშავებული არის აბსურდული. არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომელიც საქართველოს 35 წლით წინ გადაისვრის, უბრალოდ 35 წლით უკან. ჩვენ გვინდა ისეთი განათლების სისტემა, რომელიც საქართველოს მომავლისკენ მიუძღვება და არა წარსულში. ქალბატონო ბელა, ძალიან მოკლედ მინდა რომ მითხრათ ბოლოს ფიქრობთ, რომ არის შანსი, შესაძლებლობა, რომ აი რაღაც საუბარმა და ამ იდეების გაცვლამ რამე შეცვალოს თქვენ შემთხვევაში? კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს სხვა ეთერითაც მithქვამს, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები განათლების რეფორმის კონცეფციის, უბრალოდ დეფორმის კონცეფციის ავტორებმა უკან გაიწვიეს, მათ შემდეგ რაც მათ შეხვდათ საზოგადოების თუ უმაღლესი განათლების სისტემის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წინააღმდეგობის ფონზე, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ იგივე სოხუმის უნივერსიტეტის, იგივე საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შეიქმნა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების გაწვევა მომხდარა, მაგრამ კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ უნივერსიტეტები ფერფლიდან აღდგებიან ხოლმე მაშინ, როცა შეიცვლება რეჟიმი. მაგალითად, უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის მიერ გაუქმებული კიევ-მოხილას აკადემიის სახელობის უნივერსიტეტი აღდგა დამოუკიდებელ უკრაინაში. ანუ შესაბამისად, ასეთი პრეცედენტები კაცობრიობის ისტორიაში არსებობს. მე არ მინდა რომ ასეთ უკიდურეს ზომებამდე მივიდეთ და მე მგონია რომ ჩვენი შემთხვევა ესეთი დრამატული არ არის და თქვენ რაც თქვით ბოლოს რომ იმედიანად ხართ რომ აიც მოგისმენენ და გაითვალისწინებენ. მოდით ამ იმედზე დავრჩეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ ილიაუნის პროფესორი ბელა წიფურია იყო ჩვენთან სტუმრად, ვემშვიდობების სტუმარს რეგიონულ დონეზე ნამდვილად ცალკე განიხილეს ბესეუ და როგორც გაირკვა მინიმალური ცვლილება შეეხო ბათუმში მოქმედ კიდევ ერთ სახელმწიფო სასწავლებელს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს. მინისტრს არაფერი უთქვა საზღვაო აკადემიის შესახებ, რომელიც ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტია და ამ უნივერსიტეტში მხოლოდ საზღვაო პროფილის სპეციალობები არ ისწავლება. შეიძლება თუ არა კვოტები, დაფინანსება სპეციალობები, რა ჩვენა ბაზრის კვლევამ და ასე შემდეგ, არ ვიცით და რა იციან თავად აკადემიაში, არც ეგ არ ვიცით. სამწუხაროდ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობაზე და საზოგადოების ინფორმირებაზე აკადემიამ უარი გითხრა მოუცვლელობის გამო.
ამ საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროთ დანარჩენი ორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ყავს სტუმრად და მადლობა მათ ამისთვის. ერმილე მესხე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ტიტი აროშიძე, ბესეუს რექტორი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. რაღაცები კონტურები გამოჩნდა, რასაც ველოდით იმ გეგმის მიხედვით მიდივართ, რასაც არ ველოდით, ესეც გვაქვს. მოკლედ ბატონო ერმილე, მოდით თქვენ დავიწყოთ. თქვენი უნივერსიტეტი ისეთი მცირე უნივერსიტეტია და მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება შეეხო არქიტექტურის ფაკულტეტი აღარ გექნებათ მხოლოდ. თუმცა ჯამში კვოტების რაოდენობა როგორც განისაზღვრა 85 სტუდენტით განისაზღვრა, ჩვენ როგორც ვნახეთ ხო, რაღაცა 10-20 კი ბატონო ბაკალავრის. გითხარით თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა ამ გადაწყვეტილებით, როგორ განისაზღვრა თქვენთან კვოტები? ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გვაქვს დადასტურებული? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მისაღები კონტინგენტი, რაც უნივერსიტეტს ჰქონდა დაგეგმილი, სანამ დაანონსდებოდა რეფორმა, მანამ ჩვენ რა თქმა უნდა მოფიქრებული ჰქონდა წინასწარ 2026 წლისათვის რაოდენობის უნდა ყოფილიყო ჩვენი მისაღები კონტინგენტი პროგრამების მიხედვით და უნდა გითხრათ, რომ მთავრობის დადგენილებით ეს ოდენობა მისაღები კონტინგენტისას შენარჩუნებული იქნა მიუხედავად იმისა, არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება წელს არ გვექნება, წელს კი არა, საერთოდ არ გვექნება იმის გამო, რომ ანალოგიური პროგრამა ბათუმში მოქმედებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიზეზი ეს იყო, რომ ორი ერთნაირი პროგრამა ერთ ქალაქში არ იქნებოდა. მე ჩვენ რა თქმა უნდა თავიდან ვიცოდით, ვიდრე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. თუმცა უნდა ერთი რამე უნდა დავამატო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა იდენტურია დასახელებით, მან შინაარსი, პროგრამის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები, შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომის ბრალია, რომ თავიდანვე ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ განსხვავებული დასახელება და კვალიფიკაცია ქონოდა პროგრამას, როგორც ის მაგალითად შედეგს არ შეცვლიდა დიდად ალბათ. არა, შეცვლიდა როგორ არა, მაგალითს მოგიყვანთ თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურა შენარჩუნებულია და ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურა. მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა არქიტექტურა არის ორი. აი იქით მიმყავს მეც საუბარი, რომ ჩვენც რო საინჟინრო არქიტექტურა და შემოქმედებითი. და შემოქმედებითი და ჩვენც რო ქონოდა სამხატვრო აკადემიის ანალოგიურად. კი ბატონო. მსგავსი პროგრამა მაშინ რადგან ანალოგიებზე არის საუბარი, მე ბატონ ტიტესის უნდა მეკითხა, მაგრამ თქვენ გითხავთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ორივე უნივერსიტეტის შემთხვევაში ნარჩუნდება ამ შემთხვევაში. თქვენთანაც დარჩა ჟურნალისტიკა და ბესეუსაც აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამები. თუ კითხვა ჩემს მიმართ. კი ბატონო, მე ბატონ ტიტესაც მივცემ საშუალებას, რომ იგავს ხო თქვენ შემთხვევაში გითხარით რა? მოკლედ განმარტავ. ეს იყო თუ არა დამაბკოლებელი, მაგრამ იყო თუ არა საუბარი დარჩეს არ დარჩეს და ასე შემდეგ. რისკის შემცველი იყო, იქნებოდა თუ არა, თუმცა განსხვავება არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ გვაქვს ბაკალავრიატში ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა და ხელოვნების უნივერსიტეტში არის ტელერადიო ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, განსხვავება ამაში. განსხვავება კი, ნუ მცირე დეტალებში არის ხარ. არ მცირე არა, განსხვავდება სტრუქტურა, შინაარსი განსხვავდება, კვალიფიკაცია განსხვავდება და ბატონო, ნუ ტელეოპერატორის მიმართულება მაგათად ბესეუს არა აქვს, როგორც ვიცი, მაგრამ ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე აბსოლუტურად მეორდება. აი, სპეციფიკა პროგრამის ეს არის მაინც. ვინაიდან სხვათა შორის ანალოგიური შემთხვევა მოხდა თბილისშია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არტ ჟურნალისტიკა შენარჩუნებულია და ამ დროს ჟურნალისტიკა ჩვენ სხვა უნივერსიტეტშიც გვაქვს თბილისში. კი ბატონო, ბარიერზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ბარიერი აი წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე იქნება თუ არა წინა წლების ანალოგიური თუ როგორ იქნება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებს. ბარიერთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წინა წელსაც ჩვეულებრივი ბარიერი ჰქონდა, არ ჰქონდა დადგენილი განსხვავებული. სახელოვნებო უნივერსიტეტებში სხვათა შორის არ არის მაღალი ბარიერი, ვინაიდან ჩვენთან კონტინგენტი თქვენ იცით, რომ საშემსრულებლო მიმართულებით მოდის სპეციფიკური აბიტურიენტი, ვინც შემოქმედებით ტურებს ეროვნულ გამოცდებამდე უნივერსიტეტში აბარებენ და ამიტომ ბარიერი იქ ეროვნულ გამოცდებზე მინიმალურია. თუ გადალახავენ
ზღვარს საკმარისია რომ მათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თავარია შემოქმედებით ტურებში მაღალი ქულები ქონდეთ მიღებული. ამის გამო ჩვენ ბარიერი არასდროს არ ქონია აწეული, რაც არის დადგენილი ეროვნულ გამოცდებებზე, ჩვენ ჯერდებით ამ ბარიერს. ბატონ ერმილე, გქონიათ მაგალითად წინა წლების გამოცდილებით შემთხვევა, რომ ვერ შეგევსოთ მაგალითად კვოტები, ანუ გამოცხადებულ კვოტებზე არ იყო ამდენი? სხვადასხვანაირად იყო სხვადასხვა წელს. ანუ წელს თუ არის მაგალითად რისკი, რომ ვერ შეავსოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსების სისტემა შეიცვალა, სტუდენტს მოყვება ეს დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანი შემოსავალი არის უნივერსიტეტისთვისაც. და ეს რისკები თუ არის გათვლილი, რომ მაგალითად ვერ შეავსოთ ეს კვოტა. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან მანამდე სწავლა, რადგან ფასიანი იყო და სტუდენტი იხდიდა სწავლის საფასურს, მაშინ რისკები უფრო მეტი იყო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა შედეგი ჰქონდა. იყო შემთხვევა, რომ სრულად კომპლექტდებოდა პროგრამები და იყო შემთხვევა ზოგიერთ ადგილზე ვაკანტური რჩებოდა. წელს მაგალითად მე მოლოდინი მაქვს, რომ ვინაიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის უნივერსიტეტები და სტუდენტები არ იხდიან სწავლის საფასურს, მე ვფიქრობ, რომ პირიქით მეტი კონკურსი იქნება და არათუ დაკომპლექტდება შერჩევაც უკეთესი მოხდება. კი ბატონო, და თქვენთან კიდე ერთი კითხვა და ცალ-ცალკე მერჩვენა რომ გვეპასუხა, მობილობაზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად. თავიდან ითქვა, რომ შესაძლებელია, რომ მობილობის შესაძლებლობა შეიზღუდოს უნივერსიტეტებს შორის, თუ ვიცით დადასტურებით მობილობასთან დაკავშირებით როგორ გადაწყდა ეს საქმე, ანუ შესაძლებელია თუ არის მობილობა. იმიტომ რომ მანამდე ბათუმიდან თბილისის სახელმწიფო სასწავლებლებში გადასვლის პრეცედენტებიც ჰქონდა ბესეუდანაც მათ შორის და პირიქით იქედან გადმოსვაც, აი ეს პროცესი როგორ იქნება, როგორ დარეგულირდებათ, რა ინფორმაცია გაქვთ? ყოველ შემთხვევაში არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს. ამ წუთას მობილობის პროცესი მიმდინარეობს. და სტუდენტების გადმოსვლა ყოველ მობილობის ჯერზე ხდება, ჩვენგანაც მიდიან და ჩვენთანაც მოდიან. მე არ მგონია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მობილობა შეიზღუდოს. შესაძლოა რაიმე იყოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, თუმცა აქაც არ მაქვს დიდად მოლოდინი, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთე. არა, გვაქვს რაღაც შეზღუდვა დაუშვათ იქნება თუ არა, თუმცა ეს ეჭვის დონეზე ვსაუბრობ, არ ვფიქრობ, არ მგონია რომ კერძოსა და სახელმწიფოს შორის მე მგონი დანამდვილებით ითქვა, რომ არ იქნება მობილობის პროცესი დაფინანსების სისტემის გამო. დიახ, მეც ეს ვიგულისხმე და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არ მაქვს მოლოდინი, რომ მობილობის შეზღუდვა იქნება. კი ბატონო, ხო, საბოლოო პასუხად არ მივიღოთ მაშინ ეს და დადასტურებული პასუხი. ხო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემი აზრით აბიტურიენტებისთვისაც. ბესეუსთან უნდა განვაგრძოთ. ბესეუს შემთხვევაში კარგად მსუყეთ გადაწყდა ეს ამბავი. გითხარით კვოტებთან დაკავშირებით და ბარიერებზე თქვენ შემთხვევაშიც მაინტერესებს. ზუსტად არ ვიცით ბესეუს შემთხვევაში, მაგალითად კვოტები რა მიმართულებებზე როგორ გადანაწილდა, რომ საერთოდ აი ზოგადი სურათი რომ დაგვანახოთ, როგორ განაწილდა და ბარიერიც როგორ იქნება. გაიზრდება თუ არა ბარიერი თუ დარჩება მაგალითად ისე როგორც წინა წლებში იყო. პირველ რიგში მოგესალმებით ვისარგებლებ შემთხვევით და მუსლიმ რეულს მიულოცა ბაირამის დღესასწაულს. და ბაირამ მუბარეკ ხოლმე იმედია მე აღარ გამაკრიტიკებენ მე. მადლობა რომ თქვით თქვენს. პირიქით მოლოცვის ერთ-ერთი ცხადია გეთახმებით. სანამ ესე ვთქვათ კონკრეტულად ბესეუს საკითხებზე გადავალ, მინდა ვთქვა რომ არ უნდა განვიხილოთ ზოგადად საქართველოში არსებული უნივერსიტეტები ცალკე განყენებულ მიმართულებად. ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ, როდესაც უსმენდით ახლა ილიაუნს ან სოხუმის წარმომადგენელს, რატომღაც შტაბ-ჟლება რჩება, რომ ცალკე ან თუნდაც ბესეუს, ან თუნდაც ხელოვნების უნივერსიტეტს რჩება შტაბ-ჟლება, თითქოს რაღაც განყენებულად ხდება განხილვა გარკვეული უნივერსიტეტების. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, რა თქმა უნდა, იმ კანონს, რომელიც კანონით გაიწერა უმაღლესი განათლების შესახებ და ეს არის მთლიანად საქართველოსთვის. ამიტომ იქ ცალკე განხილვა ბესეუში ეს დარჩეს თუ არ დარჩეს დაუშვათ, ილიაუნში ეს დარჩეს თუ არა, აქ მოხდა პირველ რიგში ბაზრის კვლევის შესაბამისად კვოტების განაწილება და შემდგომ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი უნივერსიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური გადანაწილებაა, ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ ლოგიკური კი ბატონო, დაასრულეთ და კითხავთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ
შესაძლოა გარკვეული ხარვეზები არსებობდეს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას და შეიცვალოს რაღაც გარკვეული მიდგომები. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ცოცხალი პროცესი. ამ ცოცხალი პროცესის განმავლობაში დღესაც მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენთან მაგალითად, მიმდინარეობს კონსულტაციები დღესაც ქონდა მინისტრის მოადგილეს შეხვედრა მაგალითად ესეუს წარმომადგენლებთან. ანუ ეს იხვეწება ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღებთ გარკვეულ იდეალურ მდგომარეობას, თუ კი აღნიშნული კონსულტაციები არ იქნება. ეს კონსულტაციები მიმდინარეობს და ვნახეთ რომ რამოდენიმე მიდგომა ამ ხრივ შეიცვალა და შეიცვალა რა თქმა უნდა იმ განაწყვეტილების წინაპირობების გათვალისწინებით, რაც სწორედ კონსულტაციების და შეხვედრების შემდგომ იქნა მიღებული. შეგეკითხებით, თუ შეიძლება თქვენ თქვით რომ უნდა დავემორჩილოთო იმ ერთიან გადაწყვეტილებას, რაც რეფორმის არის გათვალისწინებული და ბაზრის კვლევამ განაპირობაო, მითხარით მაშინ თქვენ შემთხვევაში ეხლა როგორც არის მიღებული გადაწყვეტილება, რამ განაპირობა, რომ ისო მრავალპროფილური ყოფილიყო, მაგათაც ისე რეგიონის სპეციფიკა გაითვალისწინეს, გეოგრაფიული და სოციალური მოცემულობა გაითვალისწინეს მოსახლეობის თუ ის გაითვალისწინეს, რომ ბესეუს განათლების ხარისხი მაღალი იყო და ბესეუს მიცეს შესაძლებლობა, რომ გამოეშვა ყველა პროფილის სტუდენტები და ილიაუნის შემთხვევაში თუ ამბობთ თქვენ, რომ საერთო მოცემულობაში სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, როგორც გადანაწილდა, ილიაუნის შემთხვევაში რამ განაპირობა ის, რაც დატოვეს, იმიტომ რომ კითხვის ნიშნის რჩება პროფილურობაც, როგორც განისაზღვრა პროფილურობა. თქვენ ეკონომისტი ხართ და შემდგომში შემხედრი კითხვაც მექნება, იმიტომ რომ როგორც ხდება ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით მიღება მიწოდების ამბავი, იცით, ანუ რა მოთხოვნა მიწოდების, რა კომპონენტები არის განსაზღვრელი, ხარისხი რო ძალიან მნიშვნელოვანია, დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კომპონენტები არის სადაო ჯერ კიდევ და ამ შემთხვევაში რამდენად სამართლიანი იყო გითხარით. ბოლოდან დავიწყებ ამ შემთხვევაში, სწორედ მოთხოვნა მიწოდება განაპირობებს ხარისხიანი პროდუქციის მოთხოვნას და ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ ორივე პარადიგმა დარღვეული იყო ამ შემთხვევაში, ანუ როგორც მოთხოვნის მიმართულებით, ასევე რა თქმა უნდა მიწოდების მიმართულებით, ბაზარს ეწოდებოდა ჭარბი რაოდენობით იმ სტუდენტთა კვალიფიკაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისად უნივერსიტეტები ვერ უშვებდა იმ ხარისხის პროდუქტს, ამ შემთხვევაში სტუდენტებს ვერ უშვებდა იმ ხარისხის და მიღებული განათლების, რომელიც შეესაბამებოდა მოთხოვნილ ბაზრის სტრუქტურას. არავინ არ ამბობს, რომ დღეს ეს სიტუაცია გამოსწორდა, ამას არავინ არ ამბობს, რა თქმა უნდა, იწყება აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება. რაც შეეხება სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა დღეს სტუდენტს აღარ მოუწევს დამატებით ფინანსების გადახდა სწავლის ღირებულების თვალსაზრისი და შესაბამისად ის თანხა, რომელიც გაცილებით მეტი ჯდებოდა უნივერსიტეტებისთვის და ჩვენ ვიცით, რომ უნივერსიტეტები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყვნენ ფინანსური იმ მოდულის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა. არ იყო საკმარისი ინფრასტრუქტურისთვის თანხები, არ იყო საკმარისი სახელმწიფო ანაზღაურებისთვის თანხები, არ იყო საკმარისი თანხები სტუდენტთა მომსახურებისათვის, იმიტომ რომ 2006 წლიდან 2250 რომელიც იყო ესე ვთქვათ სტანდარტი საქართველოში, არ ქონდა მნიშვნელობა რა სპეციალობა იყო, მოთხოვნადი იყო, არ იყო მოთხოვნადი, რამდენი სტუდენტი ირიცხებოდა, ივსებოდა თუ არ ივსებოდა აღნიშნული სპეციალობები. ეს შემთხვევაში რამ განაპირობა თქო, მინდა რომ მაინც ამაზე ეხლა რა თქმა უნდა და ანუ ჯერ ვამბობ საერთოდ მნიშვნელოვანი იყო სოციალური პირობების გათვალისწინება და დღეს უკვე სტუდენტი იქნება ჩამოყალიბებული. სოციალურ პირობებში უცბად რა გითხარით, მე ვიგულისხმე, მაგათად რეგიონის სპეციფიკაც ვახსენებე, მაგათად მაღალმთიანეთის სტუდენტებისთვის, მეც მაღალმთიანეთიდან ვარ და თავის დროზე რო ყოფილიყო ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და მაგათად ბესეუს დარჩენოდა ერთი კონკრეტული მიმართულება და არ ყოფილიყო მრავალპროფილური, მე შესაძლებელია ვერ მესწავლა თბილისში, იმიტომ რომ ბათუმში მამიდასთან ცხოვრობდი. ეს სპეციფიკა ვიგულისხმე, კი ბატონო, იყო თუ არა განმაპირობებელი თქო ეს? რა თქმა უნდა, უყურეთ, როდესაც საუბარი არის და იყო საუბარი, ერთი, ანუ ძირითადი, ესე ვთქვათ, მოცემულობა და საფუძველი აღნიშნული რეფორმისა გახვალთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ჩვენ არა ვართ 10 მილიონიანი მოსახლეობა, რომ გქონდეს დღეს საქართველოში არსებობს 64 უნივერსიტეტი, მათ შორის 19 არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 64 უნივერსიტეტის მიერ გამოშვებული გარკვეული რაოდენობა სტუდენტებისა აჭარბებს იმ რაოდენობას, რაც შრომის ბაზარზეა მოთხოვნილი და შესაბამისად სახელმწიფომ უნდა აიღოს სადავეები ამ შემთხვევაში და ხარისხს უნდა მიაქციოს ყურადღება, რაც ყველაზე მთავარია და უნდა გამოუშვას იმ
რაოდენობის სტუდენტები, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა მიმართულებას და სფეროებს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, პრემიერმა გამოსვლისთანავე და ასევე მინისტრმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომდინარე იქედან, რომ არის ტრადიციულად მულტიფუნქციური და ის ემსახურება არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ ემსახურება მის მეზობლად არსებული მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებსაც, მიიღეს გადაწყვეტილება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ კანონშიც შესაბამისი ჩანაწერი არსებობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რეგიონული ჭრილით არ განიხილება, არამედ განიხილება როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჭრილი. კი ბატონო, რაც არ გაითვალისწინებს სოხუმის უნივერსიტეტის შემთხვევაში და პრეტენზიაც აქვს. ეხლა გეტყვით ამასაც, აი ზუსტად ამისკენ მივდივარ. ამ შემთხვევაში, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ემსახურება დაახლოებით მისი მუნიციპალიტეტის გარდა დაახლოებით 3 მსხვილ მუნიციპალიტეტს, ეს რა თქმა უნდა იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად მივიღეთ მულტიფუნქციური დისციპლინები უნივერსიტეტის თვალს. რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ხა მე რა თქმა უნდა ბევრს არ ვილაპარაკებ სოხუმის უნივერსიტეტზე. სოხუმის უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია, როგორც გითხარით, საერთო პრინციპიდან გამომდინარე, ანუ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ კი სოხუმის უნივერსიტეტის ბედი ეგრე გამოვიდა. როდესაც ჩვენ არის რეგისტრირებული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტუდენტთა, დღეს ხო ჩვენ გვინდა ხარისხი ავამალოთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტუდენტთა მიღებაზე. სტუდენტები ჩვენთან ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად იცით, გარდა იმ ბათუმის გარდა 5 მუნიციპალიტეტისა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ბათუმის გარდა შემოდის, თითქმის ყველა ბათუმის უნივერსიტეტში აბარებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ გურიის ძირითადი ნაწილი სტუდენტებისა მოდის ბათუმის უნივერსიტეტში, იმერეთის გარკვეული ნაწილი მოდის ბათუმის უნივერსიტეტში და სამეგრელოს გარკვეული ნაწილი მოდის ბათუმის უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე, თბილისში დღეს, სადაც ფაქტიური მისამართი არსებობს სოხუმის უნივერსიტეტისა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ვიხილოთ და შესაბამისად, როდესაც ფაქტიური, არაფერი არ დაიკარგება, იმიტომ რომ ეს როგორც თქვით, ეს არის ცოცხალი მექანიზმი, ჩვენ შესაძლებელია აი კვოტებს რაც შეეხება. დღეს ჩვენ შეიძლება 620 სტუდენტით მეტი კვოტა გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ, ანუ 2027 წლის მისაღებ კონტინგენტში შესაძლებელია ან შემცირდეს, ან კიდევ გაიზარდოს. შესაძლებელია რომელიმე პროფესია გადაიწიოს უკან, რომელიმე პროფესია გახდეს პრიორიტეტული. ეს არის სწორედ ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებელი. კი ბატონო, ეს ბაზრის კვლევა ჩვენ არ გვინახავს, ბატონო დიტე, სამწუხარო და დაგვირნე რომ იქნება პრეზენტაცია და პრეზენტაციაც არსებობს და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა 2 დღეში და 3 დღეში. ბაზრის კვლევა დაახლოებით მიმდინარეობდა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მიმართებაში. რას გვეუბნება, რას გვაჩვენებს ბესეუს კურსდამთავრებულმა ბაზრის რა ნაწილი უნდა მოამარაგოს და შეავსოს და ხარისხთან მიმართებაშიც მინდა გკითხოთ, აი ხარისხის გაუმჯობესებას და რეიტინგებში დაწინაურებას როგორ გეგმავთ, თუ მულტიპროფილურობის გარდა თითქმის არაფერი არ იცვლება უნივერსიტეტში. მოდი ესე ნუ შევხედოთ, თქვენ ახლა შეხედეთ იმ ფაკულტეტების ჩამონათვალს, რომელი ფაკულტეტების უნივერსიტეტი დარჩა, მაგრამ სიღრმისეულად ძალიან ესე ვთქვათ, ძირეულად იცვლება. ფაქტიურად იგივე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. აი გეტყვით ეხლავე, იგივე 240 კრედიტიდან 180 კრედიტზე ჩამოსვლა, როდესაც სტუდენტს შეიძლება 3 წლის განმავლობაში აიღოს ბაკალავრის დიპლომი და დასაქმდეს. თუ კი მას უნდა გაგრძელება მაგისტრატურის მოგეხსენებათ, იქ არის მოდელი 1+1 მოდელი, ერთი დამატებითი წლის განმავლობაში. ეს დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის, მაგრამ ხარისხის პირველ რიგში დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხარისხზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და მოგეხსენებათ იქ გაჩნდა წამყვანი პროფესორის სტატუსი, რომელიც გულისხმობს სწორედ პასუხისმგებლობას სამეცნიერო და სასწავლო ხარისხის მიმართებით. აქ რა თქმა უნდა შემადგენლობა გითხარით. რა თქმა უნდა შეიცვლება, რა თქმა უნდა შეიცვლება, იმიტომ რომ როგორ ხედავთ ამ ცვლილებას? ანუ იგივე წამყვანი პროფესორის არსებობა უკვე რომელიც კანონით განისაზღვრა, უკვე გულისხმობს იმას, რომ
მოთხოვნილი ნორმატივების შესაბამისად, მოთხოვნილი ნორმების შესაბამისად და კრიტერიუმების შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოცემულობას, რომელიც მოცემულობაც იქნება წარდგენილი პირველ რიგში კანონის შესაბამისად და მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება კონკურსი, სადაც კონკურენტუნარიანი, რა თქმა უნდა, სადაც კონკურენტუნარიანი გარემო არსებობს, იქ ხარისი ყოველთვის მაღალია. დღეს ჩვენი პრობლემა რა იყო? ფაქტიურად არც სტუდენტებში, როდესაც 2250 ლარი იყო გადასახადი, არ არსებობდა კონკურსი, ასევე სახელმწიფოს ჰქონდა პრიორიტეტული მიმართულებები დასახელებული, სადაც უფასო იყო სწავლება და პარადოქსი გახლავთ ის, რომ სადაც უფასო იყო სწავლება, ანუ სადაც სახელმწიფო პრიორიტეტები იყო გამოცხადებული, ნაკლები სტუდენტების მობილიზება ხდებოდა, ხოლო სადაც ესე ვთქვათ პრიორიტეტული იყო, მაგალითად იგივე ავიღოთ ფსიქოლოგია, გარკვეული სხვადასხვა მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა და ესე შემდგომ იყო ყოველთვის მაღალი მოთხოვნა მიუხედავად იმისა, თანხა იყო თუ არა გადასახადი სტუდენტის მიერ. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ კონკურსი, აუცილებლად უნდა გკითხოთ, ბევრი კითხვა მაქვს და იქნებ მოვასწრო რამენაირად. მეც მოკლედ ვეცხვები რომ ჩავატაროთ. კონკურსი ახსენეთ და რა თქმა უნდა, აქვე კითხვა გაუჩნდებოდა თქვენს თანამშრომლებს გაჩნდა ეს კითხვა ბუნებრივად და უნდა გკითხოთ. ითქვა თავიდანვე, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ უნივერსიტეტები არის დაკომპლექტებული პოლიტიკურად ანგაჟირებული პროფესორ-მასწავლებლებით და უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. კონკურსი არის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს. მინდა რომ თქვენგან მოვისმინოთ ეხლა პასუხი, იქნება თუ არა დაცული ამ რისკისგან თქვენი თანამშრომლები, რომ კონკურსი იქნება სამართლიანი და პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტის გაწმენდა, ესე ვთქვათ, ბრჭყალში არ მოხდება. და მხოლოდ მათი კომპეტენცია. მე საერთოდ შორს პირობასავით გამოგდით ახლა რასაც იტყვით ბატონ დიდე, ამიტომ მე სხვათა შორის რა პირობებიც თქვი, ის პირობები შესრულებულია. ყველაფერზე ვერ ვიტყოდი, კი ბატონო. შეგიძლიათ შემდგომ მიმითითოთ. მე საერთოდ შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს პოლიტიკური პლატფორმის ადგილი. თუმცა უნივერსიტეტები ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას, როდესაც იყო ამისი აუცილებლობა და ძალიან ბევრი რევოლუცია მომხდარა საქართველოში, სწორედ სტუდენტების, ეს მე არ ვამბობ ხა ამ ბოლო პერიოდებს, მე ვამბობ ამ შემთხვევაში იგივე კომუნისტური რეჟიმისგან განთავისუფლება, მე ვამბობ იგივე პირსისხლიანი ნაციონალური მოძრაობისგან განთავისუფლება და ესე შემდგომ ეს ყველაფერი ხდებოდა სტუდენტების აქტივობით და რა თქმა უნდა სტუდენტი თავისი არსით, თავისი მსოფლმხედველობით არის ქვეყანაში ამინდის შემქმნელი. მაგრამ რაც შეეხება სასწავლო სამეცნიერო პროცესს, იქ უკვე ანგაჟირებული არც ლექტორი უნდა იყოს და რა თქმა უნდა არც პროფესორი და არც სამეცნიერო როგორ უნდა მოხდეს ამის განსაზღვრა? ამის განსაზღვრა არანაირად არ უნდა ხდებოდეს. ძალიან ბევრია მაგალითად შემთხვევა, ვერ ვიტყვი ხა ბათუმის უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მეტნაკლებად ეს პროცესი დარეგულირებულია, შესაბამისად სასწავლო პროცესი გავს სასწავლო პროცესს, სამეცნიერო პროცესი გავს სამეცნიერო პროცესს. თუმცა ძალიან ბევრი არიან, ეხლა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა აზროვნება განაპირობებს ჯანსაღ გარემოს. ამ შემთხვევაში არავინ არ ამბობს, რომ არ უნდა იყოს და უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთი მსოფლმხედველობით ან ერთი პოლიტიკური აზროვნებით არსებული ადამიანები. ამას არავინ არ ამბობს, მაგრამ როდესაც შენ ლექციაზე შეგაქვს პოლიტიკა, როდესაც შენ დერეფანში შეგაქვს პოლიტიკა და მე-11 კლას მე-12 კლას ახალდამთავრებულ სტუდენტებს, პირველ კურსელებს, მეორე კურსელებს მოუწოდებ და ძალით ესე ვთქვათ მიყავს აქციაზე, რომელიც არაფრის მომცემი არ არის რეალურად და ყველამ ნახა, რომ უკვე გარკვეულწილად სექტასაც დაემსგავს ეს აქციები, რა თუნდაც განათლებასთან, რა თქმა უნდა, პოლიტიკის ადგილი არ არის, იმიტომ ლექცია უნდა გავდეს ლექციას და როდესაც დღეს ეხა საუბრობენ, მოდი აუცილებლად უნდა ვთქვა, როდესაც დღეს საუბრობენ ბოლონიის პროცესთან დაცილებაზე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რამოდენიმე დღის უკან მქონდა განათლების ხარისხის საერთაშორისო ცენტრთან, აი ენქასთან მქონდა ჩვენ შეხვედრა. რომელმაც აგვახარვეზა სხვათა შორის დავკარგეთ ჩვენ წევრობა, იმიტომ რომ პოლიტიკური გავლენები არის განათლების ხარისხის ცენტრზე. ენქა არის განათლების საერთაშორისო ხარისხის ცენტრი, რომელიც ემსახურება ამიერკავკასიის რეგიონს, ამ შემთხვევაში სომხეთსა და საქართველოს და შესაბამისად მქონდა შეხვედრა და ძალიან დიდი მოლოდინია იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა აღვიდგენთ ენქას წევრობას. როდესაც ახლა ვიღაცები საუბრობს არარსებული აცილებებზე ბოლონიის პროცესისგან, პირიქით, ყველაზე მეტად ჩვენ ახლა დავუახლოვდით ბოლონიის პროცესს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეხლაც მიმდინარეობს უნივერსიტეტების გაერთიანება. ეს არის ცოცხალი პროცესი, რაც ჩვენთან არ მოხდარა სხვათა შორის. ეს არის ცოცხალი პროცესი და ძალიან ბევრ განუყოფელია ბოლონიის პროცესშიც
მიღებულია, რომ პროფილური უნივერსიტეტები უნდა არსებობდეს იტალიაში, მათ შორის საფრანგეთში, ძალიან ბევრ ქალაქში არსებობს პროფილური უნივერსიტეტები. ბოლონის პროცესთან და დაახლოებას და შეზღუდვებზე ცალკე განაცემა გავაკეთეთ და პირობას გართმევთ, რომ და დავითვალოთ ეს კრედიტებიც 80-240 რა ასვლის და ურთიერთობებში რა იცვლება და ის განცხადებებიც რატომ გაკეთდა. მოდით საერთაშორისო პროექტებზე კითხავთ. ბათუმის უნივერსიტეტს შეუნარჩუნდება მედიცინის მიმართულება, როგორც ვიცი და ჩვენ ვიცით, რომ მედიცინის მიმართულებაზე უმეტესობა, ანუ ძალიან დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში უცხოელი სტუდენტები იყვნენ. სწორედ ვიცით, რომ უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ. აი ამ შემთხვევაში როგორ იქნება განაწილებული თუ კი ბატონო, როგორი შემცირდება თუ არა მაგალითად პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ მეტი წილი მაინც უცხოელ სტუდენტებზე მოდიოდა და ზოგადად საერთაშორისო პროგრამებთან მიმართებით თქვენ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ გითხარით იქნება თუ არა რაიმენაირი შეზღუდვა, ანუ როგორ მიდის ეს პროცესი? აი ნახეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ არსებული განათლების სისტემის ხარვეზებზე, რა ხარვეზებიც არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი იყო, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები იძულებით ახდენდნენ უცხოენოვანი სტუდენტების მიღებას კომერციის თვალსაზრისით. მე არ ვამბობ საერთაშორისო პროგრამებზე, იგივე მედიცინის მიმართულებით უცხოენოვანი სტუდენტების მიღებას, რომ მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა, მოხდარიყო, თქვენ იცით პროპორცია როგორ იყო, დაახლოებით იყო სადღაც 70-30-ზე, რასაც უცხოენოვანი სტუდენტები რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო, თუმცა ეს იყო უნივერსიტეტისთვის, რა თქმა უნდა, კომერციული დანიშნულების სწავლება. ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები გადადის კომერციულ სწავლებაზე. დღეს რა შეიცვალა? დღეს შეიცვალა ის, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტს ან ძალიან მცირე ოდენობით კვოტით, ან ფაქტიურად შეეკვეცათ კომერციის თვალსაზრისით უცხოენოვანი სტუდენტების მიღება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტებისთვის, ეს იქნება კამპუსები, ეს იქნება საერთო საცხოვრებელი, ეს იქნება ლაბორატორიების მოწყობა და ესე შემდგომ. მე არ ვამბობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, იმიტომ რომ ჩვენ აჭარის რა თქმა უნდა და გეტყვით ეხავე, როდესაც ჩვენ საუბრობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და თქვენ ახსენეთ სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა სპეციფიურია, იმიტომ რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას თავისი ფისკალური შემოსავლები გააჩნია და შესაბამისად ეს განაწილებულია პრიორიტეტების მიხედვით. დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გარდა იმისა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩვენ გვაქვს გარკვეული დაფინანსება, იგივე სტიპენდიების თვალსაზრისით, იგივე სხვადასხვა გარკვეული მიმართულებები, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს იყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ეს იყო საერთო საცხოვრებელის მშენებლობა, ეს არის სხვადასხვა ტიპის საგრანტო პროექტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განათლების და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა სპეციფიკა გათვალისწინებს. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს არ აქვს და მე ამიტომ ამბობ, სპეციფიკა სწორედ ამას გულისხმობს. და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესე ვთქვათ, უცხოენოვანი კომერციული პროგრამები არ გქონდეს, მაგრამ გადავდივარ მეორე საკითხზე, რაც შეეხება საერთაშორისო პროგრამებს, პირიქით ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ჩვენ გქონდა განათლების მინისტრთან და განათლების მინისტრის მოადგილესთან, დაფიქსირდა აუცილებელია უცხოენოვანი პროგრამების გაძლიერება, ოღონდ ეს უნდა იყოს იმპაქტ ფაქტორის გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს რეიტინგის მატების საფუძველი. ანუ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იგივე კავკასიოლოგია რო ავიღოთ, რომელიც CSU-ს გააჩნია. კავკასიოლოგია მაგალითად არ დაინტერესებს არავის ეს რო ფინანსურად მომგებიანი იყოს, მაგრამ არიან ისტორიკოსები, არიან დაუშვათ უცხოენოვანი მეცნიერები, რომლებსაც აინტერესებს აღნიშნული და ამიტომ რა თქმა უნდა ისინი იხდიან თანხას, რომ კავკასიოლოგია შეისწავლონ. არსებობს დაუშვათ ებეტის პროგრამას, რასაც ვეძახით, ეგეც რა თქმა უნდა რეიტინგულია უნივერსიტეტებში. რაც ილიაუნს დარჩა სხვადასხვის ებეტის პროგრამა დარჩა ილიაუნს და შესაბამისად მაგრამ ილიაუნის 90% პროგრამების აღარ აქვს, რომელშიც ძალიან კაი შედეგები ჰქონდა. არის სამაგერო CSU-ში, რომელსაც არანაკლებ შედეგები ჰქონდა და არანაკლებ შედეგები და ასევე ბატონერის მინდა არქიტექტურასთან დაკავშირებით ეს არ გულისხმობს რა თქმა უნდა გაუქმებას ხელოვნების უნივერსიტეტად. ეს არის სინთეზი, ამ შემთხვევაში თქვენი კი არ გაუქმდა. ამ შემთხვევაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც არსებობს არქიტექტურის პროგრამა, მოხდება სინთეზი, შესაბამისად თქვენი ხელოვნების მიმართულებით არქიტექტურა უკვე იქნება ინტეგრირებული საინჟინრო არქიტექტურაში. შესაბამისად მივიღებთ ერთ კომპლექსს, რომელიც იქნება ესე ვთქვათ ორიენტირებული უკვე მთლიან არქიტექტურაში. კი ბატონო, ბარიერთან დაკავშირებით ვერ უპასუხეთ, იმიტომ რომ სხვა თემაზე გადავედით და გითხარით, აიწევს თუ არა ბარიერი, იმიტომ რომ ჩვენ წინა წლებში გვახსოვს, რომ BSU-ს ესეთი საამაყო არგუმენტი იყო, რომ ჩვენ სტუდენტების მიღების თვალსაზრისით ხუთეულში შევდივართ, იმიტომ რომ
ბევრი სტუდენტი გვყავს, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დაბალი იყო ბარიერი და ხუთეულში, იმიტომ დაბალი იყო სხვა უნივერსიტეტთან შედარებით ბარიერი და იმიტომ საქართველოში სულ არა ეს დამტკიცებული ინფორმაცია, ბატონო, ბარიერი იყო დაბალი, 15 ქულით ხდებოდნენ მესეულში. ეხლა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 80 პროგრამა, 80 პროგრამაზე რა თქმა უნდა სხვადასხვა ბარიერია საშუალო შეწამლებს თუ ამბობთ შეგვიძლია გითხრათ რომ მაგალითად ჩვენთან სამართალზე გითხარით მოდი ნუ დავსვათ ესე შეკითხვა შედარებით გაიზრდება თუ არა ბარიერი შეკითხვა დავსვათ ესე შეიცვლება თუ არა ბარიერი უფრო ლოგიკურია და უფრო მისაღებია ამ შემთხვევაში შეკითხვა რა თქმა უნდა შეიცვლება ბარიერები ზღვრები შეიცვლება თავისთავად ხადია რაღაც გარკვეულ ნაწილზე დარჩება გარკვეულ ნაწილზე შეიცვლება ბარიერის მომატება ისევე როგორც ბარიერის მომატება ისევე როგორც განათლების რეფორმა არ მოხდარა რაღაც გარკვეული ერთი ხელმოწერით, რა თქმა უნდა, ბარიერის აწევას ან დაწევას აქვს თავისი საფუძვლები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრამებზე შეიცვლება ბარიერი და მოხდება მისი წამოწევა, თუმცა მნიშვნელოვნად არა, თუმცა ესეც განპირობებული იქნება ისევ და ისევ კონკურენციის გაზრდის ფაქტორით. კონკურენციის გაზრდა განაპირობებს ხარისხის ამაღლებას. ამიტომ, როდესაც კონკურენციის დრო ჩვენ მივიღებთ ხარისხიან აბიტურიენტიდან გადმოსულ სტუდენტებს, მე დარწმუნებული ვარ, უკვე მოთხოვნა სასწავლო პროგრამების, კურიკულუმების მოთხოვნა დახვეწის პროგრამების და ესე შემდგომ ავტომატურად დადგება დღის წესრიგში. გაქვთ განწყობა, რომ აწეული ბარიერის პირობებში თქვენ შეავსებთ იმ კოტებს, რომელიც არც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ მანდამაინც თუ კი გაქვს დაუშვათ გამოცხადებული 250 ადგილი, აუცილებლად შეივსოს 250 ადგილი. ეს არ არის მიღებული სტანდარტი. შესაძლებელია 250-დან გადალახოს ბარიერი პირობითად 200-მა სტუდენტმა. ამ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია რომ იგივე შემდგომში მობილობების თვალსაზრისით იგივე შემდგომში უკეთესად მომზადებული მოვიდეს. მე მგონი ეს არ არის რაღაც იდეა ფიქსირო შეივსოს ყველა ადგილი ეს არ მოყვება დაფინანსება უნივერსიტეტებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შეავსებ თუ არა კოტას და ზოგადად სრული საერთო ბიუჯეტისთვისაც მნიშვნელოვანი არის თუ 30000 არის ფინანსური მოდელი იცით რა არის როგორ არის რისი აი დაფინანსება სტუდენტი თუ არ გეყოლება დაფინანსება არ გექნება ვიცი თქვენი აზრით ერთ სტუდენტზე ითვლება ამ შემთხვევაში კი ბატონო მე ბატონ ერმილესაც ვკითხე ამასთან დაკავშირებით როგორ იქნება თუ შეივსება კოტები აქ არის სხვადასხვა კოეფიციენტები და ეს არის ესე ვთქვათ რა გარკვეულწილად გამოთანაბრებითი ტრანსფერის ესე დავარქვათ არ ქვია მაგრამ გათანაბრებითი ტრანსფერი დავარქვათ ამ შემთხვევაში ფინანსურ მოდელს რადგან საჭიროების მიხედვით შეივსება თუ კი ბატონ ერმილეს დაჭირდება ახალი კამპუსის აშენება იქ სტუდენტზე არ გაითვლება თუ კი ბათუმის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტს დაჭირდება საერთო საცხოვრებლის აშენება იმისთვის რომ მიიღოს სხვა მუნიციპალიტეტიდან სტუდენტები ამ შემთხვევაში ერთ სტუდენტზე ვაუჩერიზაციით ესე არ გაითვლება ამიტომ იქ არის როგორც სტუდენტზე ასევე სხვადასხვა კომპონენტები რომელიც ითვლება და აღნიშნული კოეფიციენტის საერთო შეწონილით მიიღება ეგრეთ წოდებული გათანაბრებითი ამ შემთხვევაში დაფინანსების ძალიან გადავაჭარბე მაგრამ ბოლოს მინდა მაინც გითხოთ ღია კარის დღეები როდის გექნებათ უნივერსიტეტებში ოფიციალურად როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს უკვე სად როგორი ისი შემოხაზვა შეეძლებათ გითხარით დიდი ახლა როგორც კი ცნობარი გამოქვეყნდება, როგორც კი აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია. როდის იქნება მარტში ველოდებით. მანამდე ჩვენ მოსამზადებელი მუშაობა დაწყებული გვაქვს, არ გავჩერებულვართ, რა თქმა უნდა, ის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრებთან დაკავშირებით, საინფორმაციო მასალები და ასე შემდეგ. როგორც კი ცნობარი გამოქვეყნდება, ჩვენ მაშინვე შევუდგებით აქტიურ მოქმედებას ჩვენს მიზნობრივ აბიტურიენტებთან დავგებოთ შეხვედრა. კი ბატონო, თქვენ შემთხვევაში ვიცით ზუსტად როგორც ზოგადად მოცემული ერთი პერიოდი ერთი გადაიწია მოგესწრებათ ანკეტა კითხავების გაგზავნის ვადა, ამ შემთხვევაში მარტის 10-მდე გვაქვს ჩვენ რომ დავაზუსტოთ უკვე როგორც ბარიერები, ასევე რა თქმა უნდა კვოტები ამ შემთხვევაში და შესაბამისად უკვე შემდგომ აქტიური პროცესი დაიწყება ღია კარის მიღებისა. დღეს ჩვენ ვცემთ პასუხებს აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, რაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებულია და სატელეფონო ხაზიდან ადგილზე მოსვლით ვერბალურად ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, თუმცა უკვე ოფიციალურად ღია კარის დღე ჩვენ გვექნება დაახლოებით მარტის შუა პერიოდიდან დავიწყეთ უკვე ღია კარის აქტიური დღეების ჩატარება. კი ბატონო და მერეც გელოდებით სტუმრებს. დიდი სიამოვნებით, არც ერთი თქვენი გადაცემა არ გამიცდებიან. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. იმედი მაქვს რომ აბიტურიენტებსაც და თქვენ თანამშრომლებსაც ვუთხარით რაღაც სიახლე, რომ განწყობა გქონდეთ მაინც როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი. მაყურებელს შევახსენებ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბატონი ერმილე მესხია. სასწავლო არა, სახელმწიფო.
სასწავლო უნივერსიტეტი იყო. სტატუსი მოგვეხსნა სასწავლოს. ესეც სიახლეა, ესე იგი, სახელმწიფო უნივერსიტეტი. კი ბატონო, აქამდე ოღონდ სასწავლო. ორ საფეხურიან უნივერსიტეტი. კი ბატონო და ტიტე აროშიძე ბესეუს რექტორი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მომდევნო ხუთშაბათს ისევ განათლებაზე დავზუმავთ. ცხადია, 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე. გემშვიდობებით ნახვამდის.